დაღესტანში სამხედრო ნაწილზე თავდასხმა მოხდა ტერორისტმა დანაღმული ავტომობილი ააფეთქა. ინციდენტის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 33 დაშავდა. დაღესტანში ბუინაკსკის რაიონში ტერორისტი თვითმკვლელი სამხედრო ნაწილს თავს დაესხა. რის შედეგადაც 3 სამხედრო პირი დაიღუპა, ხოლო 33 დაშავდა. 4 მათგანის მდგომარეობა უკიდურესად კრიტიკულია. თვითმკვლელი სამხედრო პოლიგონთან დანაღმული ავტომობილით მივიდა, როდესაც სამხედროებმა მისთვის გზის გადაკეტვა სცადეს და გამაფრთხლებელი გასვლა მოახდინეს, ტერორისტმა ავტომობილი ააფეთქა. ჯერჯერობით უცნობია იყვნენ თუ არა მასთან ერთად ავტომობილში სხვა თავდასხმელები. В результате теракта погибли 3 военнослужащих. ტერაქტის შედეგად 3 სამხედრო პირი დაიღუპა, ხოლო 33-მა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო. ყველა დაზარალებული ბუინაკსის სამხედრო ჰოსპიტალსა და საქალაქო საავადმყოფოში არიან გადაყვანილები, სადაც მათ სამედიცინო დახმარებას უწევენ. მახაჩკალაში დაზარალებულების გადასაყვანად რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპეციალური თვითმფრინავი გაემგზავრა. გარდა ამისა, როსტოვის სამხედრო ჰოსპიტალში მძიმე მდგომარეობაში მყოფების მისაღებად სარეანიმაციო პალატები მომზადდა. იმავე დღეს სამხედრო პოლიგონის სიახლოვეს მეორე აფეთქება მოხდა, თუმცა არავინ დაშავებულა. თავდასხმამდე ერთი დღით ადრე მახაჩკალაში დაუდგენელმა პირებმა ავტომობილი ააფეთქეს, რომელშიც მინისტრი ეროვნული პოლიტიკის საკითხებში ბეკმურზა ბეკმურზაევი იმყოფებოდა. ინციდენტის შედეგად მინისტრი დაშავდა, მისი მძღოლი კი დაიღუპა. ბუინაკსკში შექმნილ სიტუაციაზე რუსეთის პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევს თავდაცვის მინისტრმა ანატოლი სერჯიუკოვმა მოახსენა. პრეზიდენტის ბრძანები დაღუპულთა ოჯახებს დახმარებას აღმოუჩენენ. ტერაქტის ადგილზე ამჟამად საგამოძიებო ჯგუფი მუშაობს. კიდევ ერთი ტერაქტი ერაყში, სადაც ტერორისტმა თვითმკვლელმა თავდაცვის სამინისტროს ყოფილ შენობასთან დანაღმული ავტომობილი ააფეთქა, რის შედეგადაც 2 სამხედრო პირი დაიღუპა, 6 კი დაშავდა. მას შემდეგ, რაც ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ერაყში საომარი მოქმედებების დასრულების შესახებ ოფიციალურად განცხადება გააკეთა, ბაღდადში თავდასხმები გახშირდა. ერთი კვირის წინ ამავე ადგილას აფეთქების შედეგად 59 ადამიანი დაიღუპა. გერმანიის ქალაქ ჰამბურგში ქუჩის ფესტივალის მსვლელობისას ფესტივალის დამსწრეებსა და სამართალდამცველებს შორის მასობრივი შეტაკება მოხდა. ახალგაზრდა ადამიანების ჯგუფმა პოლიციას ბოთლები და ქვები დაუშინა. სამართალდამცველებმა დემონსტრანტების დასაშლელად წყლის სწავლი გამოიყენა. ინციდენტის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის სამართალდამცველები. პოლიციამ აქციის მონაწილეები დააკავა. ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს. ისრაელის სამხედრო საჰაერო ძალებმა ბოლო 2 დღის განმავლობაში ღაზის სექტორს რამდენიმე ავიადარტყმა მიაღენეს. ინციდენტის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. ისრაელის სამხედროების სამიზნე რაფაჰას პროვინციაში მდებარე გვირაბები იყო, რომელსაც პალესტინელი ამბოხეები იარაღის კონტრაბანდისთვის იყენებენ. რაფაჰა ეგვიპტის საზღვართან მდებარეობს. ისრაელის მხარეს მოხდარის შესახებ ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია. ისრაელის მხრიდან ღაზის სექტორზე ავიადარტყმები ხშირად ხორციელდება, თუმცა ვაშინგტონში ბენიამინ ნეთანიაჰუსა და მაჰმუდ აბასის პირდაპირი მოლაპარაკებების შემდეგ ეს პირველი ინციდენტია. დღეს მოლდოვაში რეფერენდუმი ტარდება. ქვეყნის მოსახლეობა რეფერენდუმს პოლიტიკური კრიზისიდან გამოყვანისა და პრეზიდენტის ასარჩევად ატარებს. რეფერენდუმით გადაწყვეტენ, უნდა თუ არა ხალხს პრეზიდენტის არჩევა არჩევნების გზით, რადგან ამჟამად პრეზიდენტს პარლამენტი ირჩევს. მოლდოვა რეფერენდუმისთვის ემზადება. რეფერენდუმის შედეგად ქვეყანა შესაძლოა ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისიდან გამოვიდეს და პირდაპირ საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნოს. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 2000-ზე მეტი ხმის მისაცემი უბანი გაიხსნა, სადაც ამომრჩევლები გადაწყვეტენ, დაუჭერენ თუ არა მხარს კონსტიტუციის ცვლილებას, რაც მოგვიანებით პრეზიდენტის პირდაპირი წესით ხალხის მიერ არჩევის საშუალებას მისცემს. მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დავასრულეთ. ამომრჩეველთა აქტიურობას ვალით, რადგან თითოეული ადამიანის ხმა მეტად მნიშვნელოვანი იქნება. მოლდოვაში პოლიტიკური დაძაბულობა ჩიხში ჯერ კიდევ 2009 წლის აპრილში შევიდა. მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ოპოზიციური პარტიების მასობრივი გამოსვლები დაიწყო, ისინი ქვეყნის კომუნისტური მთავრობის წინააღმდეგ გამოდიან. მას შემდეგ პარლამენტს ახალი პრეზიდენტი არ დაუნიშნავს. ოპოზიციამ პრეზიდენტობის კომუნისტი კანდიდატისთვის მხარდაჭერაზე უარი განაცხადა. მოგვიანებით მას შემდეგ, რაც 2009 წლის ივნისში კომუნისტებმა ალიანსში უმრავლესობა დაკარგეს, კოალიციის კანდიდატისთვის მხარდაჭერაზე უარი განაცხადეს.
გასული წლის დასასრულს მოლდოვას პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა მიჰაი გიპმუმ პრეზიდენტის სახალხო ხმით მიცემით არჩევის შესახებ წინადადება წარადგინა. კომუნისტებს კი პრეზიდენტის პარლამენტის მიერ არჩევა სურთ, როგორც ეს 2001 წლის შემდეგ ხდება. მოლდოვაში რეფერენდუმი დღესაა დაგეგმილი. რეფერენდუმის მიმდინარეობის პროცესს ევროსაბჭოს წარმომადგენლები დააკვირდებიან. ქვეყნიდან ბოშების გადეპორტების გამო საფრანგეთში ვნებათა ღელვა არ წყდება. პარიზის ქუჩებში მათ მხარდასაჭერად ათასობით ადამიანი გამოვიდა. დედაქალაქის პარალელურად საპროტესტო აქციები საფრანგეთის სხვა ქალაქებსა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში გაიმართა. საფრანგეთში ქვეყნიდან ბოშების გაძევების გადაწყვეტილებასა და პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის უსაფრთხოების ახალი ზომების მიღებას აპროტესტებენ. მოსახლეობის ნაწილი დედაქალაქის ქუჩებში გამოვიდა. პარიზის პარალელურად დემონსტრაციები საფრანგეთის 135 ქალაქსა და ევროპის სხვა ქვეყნებშიც მიმდინარეობს, თუმცა პარიზის დემონსტრაცია ყველაზე დიდი აღმოჩნდა. საპროტესტო გამოსვლაში მონაწილეობას ანტირასისტული ჯგუფები, მუშათა კავშირები და მემარცხენე პოლიტიკური პარტიის წევრები იღებდნენ. დემონსტრანტები ნიკოლა სარკოზის ბოშების უმცირესობათა ჯგუფების სტიგმატიზაციაში სდებენ ბრალს. ამასთან ერთად საფრანგეთის პრეზიდენტს ჩაგვრის ახალი ფორმების მიღების გამო ფრანგული ტრადიციების უგულობელყოფაშიც ადანაშაულებენ. ივლისის თვეში ნიკოლა სარკოზის მიერ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი მეთოდების გაცხადების შემდეგ ეს ფრანგი მოსახლეობის პირველი ხმამაღალი პროტესტი იყო. მაშინ საფრანგეთის პრეზიდენტი ბოშათა ბანაკების სისტემური ევაკუაციის წინადადებით გამოვიდა. გასულ კვირას ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით დაახლოებით 1000 ბოშას მცირე კომპენსაცია მისცეს და სახლებში გაუშვეს. წლების მანძილზე პოლიტიკური მხარდაჭერის მისაღებად ნიკოლა სარკოზი მტკიცე კანონისა და წესრიგის მიმდევარი პოლიტიკოსის იმიჯს ირგებდა. სარკოზმა ბოშების ბანაკები დანაშაულებრივ ქმედებებთან დააკავშირა და განაცხადა, რომ პროსტიტუციისა და ბავშვების ექსპლუატაციის წყაროს სწორედ ეს ბანაკები წარმოადგენდნენ. საფრანგეთის პრეზიდენტის ბოლო ნაბიჯი გრენობლის გარეუბანში სამართალდამცველებსა და ახალგაზრდებს შორის დაპირისპირებას უკავშირდება. სარკოზიმ ასევე აღნიშნა, რომ ის მოქალაქეები, რომლებიც პოლიციის ოფიცრების სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნიან, მოქალაქეობას დაკარგავენ. პრეზიდენტის მემარცხენე კრიტიკოსებმა სარკოზის ეს განცხადებები არაკონსტიტუციურად შეაფასეს. სარკოზი ხალხმა ამ თანამდებობაზე იმიტომ აირჩია, რომ საკუთარი ქვეყნის კონსტიტუციას მისდიოს და დაიცვას. პრეზიდენტი კი პირიქით იქცევა. საპროტესტო გამოსვლაში მონაწილეობა სამართალდამცველების ცნობით დაახლოებით 12000 ადამიანმა მიიღო. ორგანიზატორების განცხადებით კი მათი რაოდენობა 50000 აჭარბებდა. დემონსტრაციამ ძალის გამოყენების გარეშე ჩაიარა. აქციის მონაწილეებს შორის ბოშებიც იყვნენ. მსგავსი დემონსტრაციები საფრანგეთის სხვა დიდ ქალაქებსა და ევროპის რამდენიმე ქალაქშიც ჩატარდა. ფრანგების აზრი ბოშებთან დაკავშირებულ საკითხში ორადაა გაყოფილი. ნაწილს ბოშების აღმოსავლეთ ევროპაში, ძირითადად რუმინეთში დაბრუნება სურთ, ნაწილი კი ამ მოსაზრებას ეწინააღმდეგება. საფრანგეთის ამ გადაწყვეტილების გამო ნიკოლა სარკოზის მთავრობამ გაეროსა და ვატიკანის კრიტიკაც დაიმსახურა. პაკისტანში წყალდიდობიდან ერთი თვის შემდეგაც მოსახლეობა ხელისუფლებისგან დახმარებას ამაუდელის. თავშესაფრის გარეშე დარჩენილი პაკისტანელები სასმელი წყლისა და საკვების დეფიციტს განიცდიან. 3 მილიონზე მეტ ადამიანს პირველადი დახმარება საერთოდ არ მიუღია. მთლიანობაში სტიქიან 17 მილიონზე მეტი ადამიანი დააზარალა, რაც პლანეტის მოსახლეობის 10%-ს შეადგენს. გაეროს თანახმად თავშესაფრის გარეშე დარჩენილთა რიცხვმა 9 მილიონს მიაღწია, რაც შეეხება დაღუპულთა რიცხვს. პაკისტანის ხელისუფლების განცხადებით ის 1600 ადამიანს აჭარბებს. სასმელი წყლის დეფიციტის გამო მოსახლეობაში ეპიდემია გავრცელდა, ინფექციურ დაავადებებს რამდენიმე ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. სოფლიოში უდიდესი მდინარის ამაზონის წყლის დონე ბოლო 40 წლის განმავლობაში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და 106 მეტრი დაიწია, რაც 2005 წელს დაფიქსირებულ მაჩვენებელზე 50 სანტიმეტრით ნაკლებია. ძლიერი სიცხის გამო პერუს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ეკონომიკური კატასტროფის წინაშეა, რადგანაც აქ მდინარე მთავარი სატრანსპორტო საშუალებაა. გავრცელებული ინფორმაციით, 6 უმსხვილესი სავაჭრო ხომალდი ქალაქ იკიტოსში შესვლას ვერ ახერხებს. იკიტოსი პერუს უდიდესი ნავსადგურია, რომლის მოსახლეობა 400,000 ადამიანია. მომდევნო თვეშია მოსალოდნელი, ამიტომ სინოპტიკოსების პროგნოზით ამაზონის წყლის დონე უფრო დაიკლებს.